საქმე არ უნდა დაიჭირო. ძალიან რთული ყოფილა ვიდეოების შეწერა. რატო დამემართა ეს ყოველი? რა შეეხება ჩემს სპონსორს? მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მომენტი როცა შევიძინე მიკროფონი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ჩემს არხს უწოდო Cook and Talk. მომზადების ვიდეოებთან ერთად იქნება საუბრები სამზარეულოში. დღეს რადგან საცდელი მოუწყებლობა მაქვს მოდი ძალიან ესეთი ბაზისური რაღაცით დავიწყებ. მოკლედ ცოტა ხნით წინ დავიწყე სტორიკובה, ამიტომ ვცდილობ რომ საკვები მომზადო ჯანსაღად და მრავალფეროვნად, რაც მთავარი, იმიტომ რომ მრავალფეროვანი თუ არ იქნება საკვები, ის აუცილებლად მოგუბეზრდება ნამდვილად. სტორიკוების დროს ჩემს რაციონში ყველაზე ხშირად ვხმარობ ქათმის ფილეს. და ქათმის ფილე ისეთ რაღაცა, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად მოგბეზდეს, მით უმეტეს თუ მოხარშულს ჭამ ცარიელს და არაფერს გარეშე. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ყოველ ჯერზე ქათმის ფილე მოვამზადო მრავალფეროვნად. ამისათვის ერთი ტრიკი მაქვს, გაგებული გექნებათ ეს ტერმინი დაბასტურმება, ანუ ვაბასტურმებ ფილეს, რომ უფრო გემრიელი, წვნიანი და კარგად შემწვარი იყოს, ამიტომ მოდი ერთად დავჭრათ და დავაბასტურმოთ. ოღონდ ეს რა რაკურსით უნდა გადავიღოთ, წარმოდგენა არ მაქვს. მინდოდა რაღაც შესავალივით გამეკეთებინა, იმასთან დაკავშირებით თქვათ რატო გადავწყვიტე YouTube-ის ჩაწერა. და რა არის, ასე ვთქვათ, მიზანი. თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ სამზარეულოში ტრიალი ეს არის ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმე. განტვირთვა, რასაც ქვია, მართალია ძალიან მიღლები აქვს, მაგრამ აი თითქოს შემოქმედებითად ვიცლები. როდესაც რაიმე გემრიელობას ვაკეთებ. ხო და ამიტომ ცოტა ხნის წინ დავიწყე პატარ-პატარა ვიდეოების გადაღება. იმედია, რომ წყალს უშვებ ეს ისმის. პატარ-პატარა ვიდეოების გადაღება დავიწყე, რომელსაც ვდებდი YouTube-ზე. აი YouTube-ზე, TikTok-ზე. რაღაცნაირად მომინდა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა ამ მიმართულებით და გადავწყვეტე, რომ ჩემი არხისთვის დამერქმია Cook and Talk-ი. იმიტომ რომ რაღაცნაირად კარგად გამოითქმის, თან მიყვარს რაღაცების მზადება, თან რადგან პროფესიონალი მზარეული არ ვარ, ვფიქრობდი რომ მხოლოდ საჭმელების გაკეთება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ვთქვა. თან მიყვარს YouTube-ზე პოდკასტების ყურება, რომლებიც ძალიან სახალისო და ესეთია რაღაცნაირი ბუნებრივი, ყოველდღიური და რაღაც ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე რომ ეს ყველაფერი გამეერთიანებინა და დამერქმია ჩემი არხისთვის Cook and Talk-ი. ჩემი პირველი დებიუტი შედგება დღეს, რადგან მივიღე ამ წუთას ეს მიკროფონები და ვფიქრობდი რომ ხვალ სამსახურის ლანჩისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა და ბარემ გადავიღებდი ვიდეოს და გაგაცნობდით მოკლედ, რასაც ვაპირებ. სანამ ფილეს დავაბასტურმებთ, დავჭრათ იმ ზომებად, როგორიც ჩვენთვის მისაღები არის, მოკლედ და როგორიც გვინდა რომ გავაკეთოთ. მე დაახლოებით საშუალო ზომებად ვჭრი ხოლმე და მე ჩემს საყვარელ ჩაკუჩს ვიყენებ. მოკლედ, რატო გადავწყვიტე კიდევ YouTube-ის დაწყება? ხო, რადგან თქვათ ჩემს არხს შეურჩიე სახელი. ეხლა უკვე რაღაცა მიზანი მჭირდებოდა ამისთვის. ამ ყველაფერს გართობის მიზნით ვიწყებ. არაფერი რაიმე კონკრეტული მიზანი არ გამოჩნია, უბრალოდ მინდა რომ როგორც მე ვუყურებ YouTube-ს გასართობად, იმისთვის რომ რაღაცა პრობლემები დავივიწყო, ყოველდღიურობა გადავაგორო, ამიტომ მინდოდა რომ თქვათ რაღაცა მეც ისეთი გამეკეთებინა, რითიც შეიძლება ვიღაცა სხვებს, ან თუნდაც მეგობრებს, ან რა ვიცი, ვიწრო წრე იქნება თუ ეს ფართო საზოგადოება, რაღაცნაირი გასართობი ყოფილიყო მათთვის ეს ყველაფერი და თან რაღაც თქვათ ჩემი საიდუმლოებები იქნება თუ რაღაცა უნარები, რაც მაქვს სამზარეულოში, ისინი გამეცნო მათთვის. მით უმეტეს, რადგან სწორკვებაზე ვარ, ეს ყველა ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება. თქვათ, ჩემი გამოცდილება რომ გაუზიარო და გემრიელად დავეხმარო საჭმელების მომზადებაში და ამიტომ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაღაცა კონკრეტული და მასშტაბური და რაღაც დიდი მიზანი არ მქონია. იმედია რომ სულ მარტო არ ვიქნები, ან ჩემი მეგობრები შემომიერთდებიან, ან არ ვიცი ვინმე ოჯახის წევრები, იმიტომ რომ არ მიყვარს ესე დიდად მარტო საუბარი. უფრო სოციალური ადამიანი ვარ და ადამიანებთან კონტაქტი მსიამოვნებს და მით უმეტეს თუ რაიმე საინტერესო თემებს ავარჩევ ხოლმე სასაუბროდ, მინდა რომ ეს რაღაცები გაუზიარო ლაივში, ასე ვთქვათ, ჩემს მეგობრებს და ადამიანებს. აი ეს არის ჩემი საყვარელი არაღი. ამ ჩემთან საქმე არ უნდა დაიჭიროთ, იმიტომ რომ YouTube-ი რატომ მიყვარს? მოდი ბარემ YouTube შევეხები ამ ვიდეოში.
იმიტომ რომ ჩემთვის YouTube არის ისეთი პლატფორმა, სადაც რაღაცები არ არის შელამაზებული. არის ბუნებრივი, ის ადამიანები არიან ბუნებრივები, ჩემი აზრით, ვისაც ვუყურებ ყოველდღიურად და ანუ არ თამაშობენ და ძალიან მიხარია, რომ აი უკვე წლებია ჩემს ოჯახში. იშვიათად თუ ჩაირთვება ტელევიზორის, ანუ გულისხმობ ჩვენს YouTube-ს ტელევიზორში ვუყურებ და გულისხმობ ტელევიზიას. ისიც ფეხბურთების დროს, თქვა თუ რაღაცა მნიშვნელოვანი ფეხბურთებია. აი ესე, დავჭერი. ვიღაც მიგაკვირნებს, ვინ არის? ცოტა აცივდა ოთახში, მოკლედ, ჩემი და შემოგვიერთდა და ამიტომ დაპაუზდა. კარგია თუ დავაბასტურებთ ამ ყველაფერს მაწვანში, მაგრამ ხან ვაბასტურებ ხოლმე არაჟანში, ეხლა მაქვს არაჟანი და ამიტომ არაჟანი გავუკეთე. ბევრი არ უნდა 1-2 კოზი ეყოფ. წინ საფარი რომიდან ჩამოვიტანე სპეციალურად ვიდეოებისთვის. ამიტომ ეს იქნება ჩემი იუნიფორმა სამზარეულოში. კიდე მე ვუშვები. სახში მომზადებულ აჯიკას. ნებისმიერი აჯიკა შეგიძლიათ უქნათ, მშრალ აჯიკასაც უშვები ხოლმე და ნუ რა ვიცი. ასევე უფრო ჟავე რო იყოს, ანუ სიმჟავე კარგი იქნება დაბასტურმეებისთვის, იმიტომ რომ კარგად ინახავს ხორცს და მე უფრო წვნიანი და ესეთია მოკლედ რა გემრიელი. ლიმონი. ლიმონი ძალიან კარგია. ლიმინის საწორი ვიყიდეს, უდა მოვიწყდა. ახლა გამოვიყენებ. ესეც ჩემი ლიმინის გასაწყვეტი. ლიმინის არა, ლიმონის, ვიცი. ეს როგორ უნდა გამოვიყენოთ, წარმოდგენა არ მაქვს ალბათ ესე. აუ, რა მაგარია. ძალიან კაი ეს ლიმინის საწორი. იმინასაც შემოა რა ზარმაცებისთვის. დოგვი. კიდე სუნელებიდან უშვები ხოლმე ორეგანოს. კინცსაც, უცხოს სუნელებსაც და პილპილსაც. თავი სათქმელი რაც მინდა და პირველი გადაცემისთვის. რატო ვეძახი გადაცემას ეს ტელევიზიაში არ გადიოდეს. პირველი ეპიზოდისთვის. რაც მინდოდა რომ მეთქვა, მე მგონი ამომწურავად მოკლედ მეგობრებო, ძალიან რთული ყოფილა ვიდეოების შეწერა, იმიტომ რომ იმდენი დაბრკოლება შეხვდა უკვე ამ ცოტა ხნის განმავლობაში, რაც ჩემი დასახში დაბრუნდა, რომ ფიზიკურად მარტო თუ არ ვარ, ისე ვერ ვწერ. პარალელურად ისმის ჩემი ის ბრახუნი. მაგრამ მე სირთულეები უფრო მხიბლავს, ამიტომ. ზოგადად ამას ხელით ვურებ ხოლმე, მაგრამ ეხლა ვიდეოსთვის კულტურულად მოურევ კოვსით. ძალიან კაი სუნი აქვს სხვათა შორის. ესე გამოიყურება ჩვენი ფილე. ძალიან გემრიელად სხვათა შორის და ამას გრილში რო ჩავდებთ, მე ძალიან გემრიელად შეიჭრა დამერწმუნეთ, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მაქვს. ეს ასე ჩვენი ფილე მოვათავსეთ. ავაფარებთ თავზე. ეს ახლა შევინახოთ მაცივარში. მეგობრებო, როგორც პირველ ნაწილში განახეთ პირველი ეტაპი ჩვენი ქათმის დაბასტურმების. ახლა მინდა გავიდა რამდენიმე დღე და მინდა მოვამზადო ლანჩისთვის, ხვალინდელი ლანჩისთვის. ჩვენი ქათამი და მასთან ერთად გარნიერი, რომლის პაკეტების პროცესშიც თქვენც ჩემთან ერთად იქნებით. ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგი ბრინჯი არის ეს და გემრიელი. და რაც ეს ბრინჯი ვიპოვე, იმის მერე ამას ვიყენებ. მით უმეტეს სწორი კვების დროს, აი ძალიან მეხმარება. ძირითადად ესეთი რუტინა მაქვს ხოლმე, რომ ვარჯიში და რომ მოვდივარ, მე ვამზადებ ხვალინდელი დღის საჭმელს და დღეს მეჩქარება, იმიტომ რომ დღეს არის ფეხბურთი. ჩვენმა ყვარამ უნდა ითამაშოს და უნდა ვუქულში მატკირო, ამიტომ ახლა მოვითავებ ხვალინდელ საჭმელს. მერე წავალ სავარჯიშოთ და მერე უკვე ფეხბურთს ჩაუსხდებით. ძალიან გვიან დავიცინეთ ამ ფეხბურთის გადამკიდე და მოკლედ ძალიან დაღლილი ვიყავი დღესაც ძალიან დატვირთული დღე მქონდა. გუშინდელ დღეს რაც შეეხება, მე ძირძველი ბარსელონას ფანი ვარ. ამიტომ ბარსას გულშემატკივრობდი და ძალიან დავწყდა გული რომ არ გავიდა ფინალში, მაგრამ რაღაცა იმის იმედით რომ ეხა PSG გავა და ყვარას შანსი ექნება მოგების უფრო მეტად ინტერთან ვიდრე ბარსელონასთან. თითქოს ეგ მომშვიდებს.
დაჟე მახსოვს როდის დავიწყე ბარსელონას გულშემატკივრობა. ეს იყო 2013 წელი, კლასიკო იყო. თან იყო მადრიდში. და ნუ ჩემი ძმა გულშემატკივრობდა ბავშვობიდან, ნუ ჩემი ძმა ჩემზე დიდი არის და ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ბარსას და მე ვიყავი 13 წლის და რო უყურებთ ამ ელ კლასიკოს. აი მე მგონი მაშინ ვნახე ყველაზე საოცარი ფეხბურთი ალბათ. თან პეპ გვარდიოლა იყო ბარსას მწვრთნელი და ანრი თამაშობდა მაგ პერიოდში და 6-2 მოუგო, როგორც მახსოვს ბარსელონამ რეალს და აი მაშინ მეკონა რომ აი ეს იყო ყველაზე სასწაული ფეხბურთი და აი იმის მერე აი ბავშვობიდან გადაკლული ვიყავი ბარსელონას ფანად, ასე ვთქვი. ნუ რა თქმა უნდა წლების მერე ხა სტუდენტობის მერე ცოტა მოუკელი ამ ფეხბურთის ყურებას, მაგრამ ეხა რაც ეს ჩვენი ბიჭების წარმატებების დრო დადგა და რაღაცა ფეხბურთსაც დაუბრუნდით, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხი. ეხაც თითქოს ჩავერთე მოკლედ ამ იმეებში და ეხაც გულშემატკივრობდი და განმიახლა მოკლედ ის შეგრძნებები და მე ყველაზე მეტად ჩვენს ბიჭებს გულშემატკივრობ. ამიტომ დღეს იმედია რომ მოიგებს PSG და მოგვახარებს ყველას თელ საქართველოს და მოკლედ ბოსტნეულში ვაზავებ, ესე იგი გამოვიყენებ ბულგარულ წიწაკას, ორივე ფერის მაქვს და ბარემ ორივეს უწევ ხავს და ესა რა არის ეს? სტაფილოს. რამდენიმე დღე რო გადის ამ დაბასტურმების შემდეგ, უფრო გემრიელია ხოლმე წესით და ნახოთ აბა როგორი იქნება. მოკლედ ბოსტნეულის მომზადების სხვადასხვა წესები მაქვს ხოლმე ყოველ ჯერზე იმის მიხედვით როგორ ხასიათდება. ანუ რას გულისხმობ, რა ფორმებად დავჭრი და რა ზომაზე. ხავარ რაღაცა იმის ხასიათზე, რომ ეს ჩვენი ზომები იყოს გრძელი, ესეთ მოგრძო სიგრძის სტაფილო და ბულგარული დავჭრათ. ბოსტნეული რო რბილი იყოს ხოლმე და რაღაცა ჯერ მიყვარს ხოლმე რომ მოვბრაწო ცოტა და მერე რო დარბილდეს უშვები ხოლმე სოიოს სოუსს, მაგრამ ეხა არ მაქვს სოიოს სოუსს. შემიძლია ცოტა ღვინოც კი უქნა და იქ ღვინო ძალიან მოუხდა ერთხელ. ზეითუნის ზეთიც მაქვს და მოსაშუშად იმას გამოვიყენებ და ასევე სუნელებსაც ვუზავ. ბრინჯი უკვე ადუღდა ფოთაშორის და მალე გაკეთდება. სტაფილო. რამდენიმე ხნის წინ არ მქონდა ეს დანები და ჩემო მეგობარმა დაბადების დღეზე მაქვს დანების კოლექცია, ასე ვთქვათ, თუ კრებული თუ რა ვიცი, როგორ იძახიან. ხო და იმდენად გამიხარა, თან იცოდნენ რომ მინდოდა და იმდენად გამიხარდა, რომ აი არ ვიცი, ეს ყოფილა რაღაცა ცხონება რა, ვისაც სამზარეულოში გიყვართ. ტრიალი, ანუ დანა თუ არ გაქვს თურმე, კარგი, ისე ვერაფერს ვერ იზავ. ანუ ვერ იზავ რა, ანუ სიამონებას ვერ მიიღებ რა იმდენად. აი დანა მართლა ყველაზე საჭირო ატრიბუტი ყოფილა და მართლა დავაფასე იმის მერე, რაც კარგი დანა მაქვს. მართალია, პროფესიონალი მზარეულები ესე რო ჭრიან ხოლმე, მასე ვერ ჭრი. მაგრამ ვცდილობ ხოლმე რა დავამუღამო ეგეც და ალბათ ვარჯიში უნდა, მოდი დავიწყებ ნელ-ნელა მოშუშვას ტაფაზე, რომ ცოტა მორბილდეს. ცოტა ზეითუნისეც უზავ და სანამ მოკლედ ბრინჯი მოიხარშება, ბოსტნეულს მივხედოთ. აი ერთი სუფრის კოც საკმარისია. რადგან ჩავასხი ზეთი, შევხედავ თუ არ ეყო ჩემს ბოსტნეულს ეს ცხიმი, შემიძლია რომ ცოტა წყალი დავამატო და იმაში მოიშუშება და მოითუშება და რაღაცა გამზადებულის ეფექტი ექნება. თუ ვაშვები, მე მგონი ბევრი მოვიდა, მაგრამ არა უშავს, ჩახარშვა. დავატევ. ცოტა გადავალოთ. ცოტა დავკარგე. კიდე კაი აქ მედგა ჯამი წეღანდელი ბოსტნეულის, თორე გადასაყრელი გამიხდებოდა ყველაფერი პირდაპირ შიგნით ჩავართ. ანუ პირველ ვიდეოს ვიღებ და შეიძლება რომ ესეთი კრახით დასრულდეს ყველაფერი. კარგად გადავალოთ. ვაიმე, რა გადავრჩი რომ იქ ჩავარდა ყველაფერი. რატო დამემართა ეს ყოველივე? ნახევარი ბრინჯი დავაქციე. სახოსალი. დადი რა, ივარჯიშე რა. რაც გამოგდის, გააკეთე რა. აი სუნია უშვა ჩვენ მობოსტნეულმა.
ეს ღვინო არის, მე მგონი ბოთლის და გადავიტანეთ აქ რომ არ გაფუჭებულიყო. ისე ფეხბურთს ღვინო არ უხდება? ცოტა უხენი. ნახეთ რამდენი, აი ამდენი. ხვალიდან დავიწყებ. კიდე კაი ხშირად არ ვსწავლ, თორე ალბათ გავლოცდებოდი. გაგიმარჯოთ. ჩემს სამ გამომწერს გაუმარჯოს. დანარჩენები სადღეგრძელოს დავიო, მაშინ გამომიწერეთ. პრეცანამ ბოსტნეული და ბრინჯი მსადდება. ცოტა ვიჭურავთ. იმედია ჩემი მეგობრები ებას იბოძებენ და შემომიერთდებიან. ამ ვიდეოთ მიმართავ ჩემს მეგობრებს. მეგობრებო, არ არის აუცილებელი რომ კამერაში გამოჩნდეთ. მაქვს მეორე მიკროფონი, შეგიძლიათ დაიმაგროთ და უბრალოდ ჩემთან ერთად იყოთ და განიხილოთ რაღაცა თემები, რომელსაც შევეცდები რომ რაღაც სტრუქტურაში მოვაქციო და ყოველ ჯერზე გქონდეს ახალ-ახალი სახალისო თემების განხილვა. რაც შეეხება ჩემს სპონსორს, როზმარინის ზეთები, რომელსაც აქვს სახელწოდება როზალინი. ზეთები არის ჩემი შექმნილი, ჩემი ბრენდინგით, ჩემი ლოგოთი, ჩემი შეფუთვით, ყველაფერი ჩემია. მოფიქრება, გაკეთება, დაბრენდვა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი თავის სპონსორი ვარ მე. ესეთი არის თმისთვის, ესეთი ეხმარება თმას გაზრდაში, გაჯანსაღებაში, ქერტმის საწინააღმდეგო არის და მოკლედ სკალპის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. აი, ძალიან კაია, რომ უკვე პირველ გადაცემაში ყავს სპონსორი. და ეს ვარ მე, ჩემი თავის. შეგიძლიათ ესტუმროთ ჩემს Instagram გვერდებსაც და Facebook გვერდებსაც. თუ ისწავლი როგორ დავამატო ჩემს ვიდეოებში, აი აქ გამოვაჩენ. ფოტოებს მაინც დავუხთავ. ამიტომ შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ჩემი ვიდეოები, მოვწეროთ და ყველაფერზე ვისაუბროთ დეტალებს. ძალიან მომწონს ვიზუალურადაც და მე თვითონაც ვიყენებ და ძალიან კარგი არის. ჩვენი ბოსტნეული გაშავდა. იმიტომ რომ ღვინო დავასხე შავი. კიდე რა შეიძლება რომ უკნო? ცოტას ვუძავს საცივის სუნელს, იმიტომ რომ საცივის სუნელს აქვს ბევრი ნიორი და ყველა ის სუნელი რაც უნდა უკნო. და ბარემ ამას ვუძავ. ვიხდი წყლის ჩასხმა არ დამჭირდა ბოსტნეულში იმისათვის რომ მოხარშულიყო, იმიტომ რომ შვენიერი ტექსტურა აქვს, ძალიან რბილი არის და ღეჭვადიც იქნება და მომზადებული კარგად. აბა დავამატოთ ჩვენი ბრინჯი. ბევრი მოშვა ალბათ აღარ დაჭირდება ამას. და შავ წიწაკას ვუძავ ახლა. მეგობრებო, რაც თავარია, ქათამია შემდგობს გრილში. რომ ჩაუფინოთ და წვენსაც შეუნარჩუნებთ და თავის წვენში კარგად მოიხარშება კიდეც და დაიბრაწება კიდეც და ამიტომ არც მიიწოვს და მისჩვენე ხოლმე რომ ჩაუფინო. სხვათა შორის ძალიან კაი სუნი აქვს და ძალიან ისეთი რაღაცნაირი პიკანტური. ბილია უკვე ქათამი ისე დარბილდა რომ რო არ შეწვა, ანუ ძალიან მარტივად, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ რომ გაჭრათ და თითითაც კი გაძიძგნოთ, ისეთია რა. შევდგავ და ნუ ალბათ რავი 25 წუთი 20 წუთი ეყოფა. ქათამის ჩავრთეთ. ასე აბა თუ დავჭრი იმ წვანილს პროფესიონალები რო ჭრიან ხოლმე ისე. მაგრამ მე ეჭვება. წავიდა. მგონი გავოვდის ცოტათი. მაგრამ წვანილზე ადვილი ყოფილა. რაღაც ძალიან კარგად გამოიყურება, ასე მგონია. რაღაც კარგად შეიბრაცა, აი დამწრობის კერამიდის ბოსტნეული თითქოს ისე არის და ძალიან მიყვარს მასეთი. ამოვიხ. ბრინჯი როგორია? აქ რამე პიკანტური გემო. ქათამი გამოსინჯა. აი ძალიან სველია, ნახე აი პარკშიც კი აწვენი. მოკლედ მეგობრებო, ესე გამოიყურება ჩემი ხვალინდელი ლანჩი. ეს იყო პირველი ეპიზოდი. იმედია თქვენთვის საინტერესო რეცეპტი იყო ეს. ვინც სწორკვებაზე ხართ, იმედია დაგეხმარებით, რომ გემრიელად მოამზადოთ თქვენი რაციონი. სხვა უფრო საინტერესო ვიდეოებისთვის
საჭიროა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომელიც ძალიან ახალი არის და სულ რაღაც 3 ფოლოვერი მყავს, ისიც ჩემი მეგობრები. ხობთ რომ დამიჭიროთ მხარი თქვენი გამოწერით. გკოცნით ყველას.